რადგან ასეთია დიდი ინტერესი და ჩვენ სტუმრებს ძალიან მოსწონთ მათი ნაკეთები, ამიტომ ყოჩაღი, თეკო და ნატულია დღეც მუშაობს და ღამეც. და გვიგზავნიან ძალიან ლამაზ სამკაულს. ისე მომწონს, რომ ეს ყველაფერი ქართულია, ყველა დეტალი ქართულია. ყვავილებიანი გააკეთეს ახლა ძალიან ლამაზები. რაღაცა ძალიან მოსწონთ ქალებს. და მე მიხარია, რომ მათ ნაკეთებს მოწონება აქვთ, ისინი ჩემი მეგობრები არიან. და ვცდილობთ, რომ შევუწყოთ ხელი ამ ამბავს, მათ გემოვნებიან შრომას ჩვენც აუბათ მხარი და წარმოვაჩინოთ მათი ნაკეთები. ჩვენი სტუმრები კმაყოფილები არიან, მადლობა ჩვენ გვიხდიან, თითქოს მე ვიჯდე და ვასხავდი ამ ძივებს. განსაკუთრებულად მომწონს ეს ღალღა. ეძახიან მგონი თვითონ. ბევრნაირი გააკეთეს და ძალიან ლამაზია. მე მომწონს, რა ვიცი, რომ ყელზე რო ხედავ ქალებს უკეთიათ, მე მიხარია გოგოების მაგივრად. ძალიან ლამაზებია, გემოვნებიანი ნაშრომია, ქართულია ორნამენტი, ქვები ნატურალურია. ყველაფერი არის მოოქროვილი თითბერი და ძალიან ლამაზია მოკლედ. მეტი რა ვიცი ახლა მე მეტი არ შემიძლია რო ვთქვა რამე. ლამაზ კოლოფებში იდება მოხერხებულად და კარგი საჩუქარია. ძალიან ვუჭერ მხარს მათ გემოვნებიან შრომას. მომწონს გოგოები როგორც აკეთებენ ამ ამბავს და მიხარია რომ მაქვს უფლება რომ მათ ხარი დაუჭირო. შვენიერ კოლოფებში იფუთება საჩუქრებად და არ დარჩება ხოლმე სტუმარი, ვისაც არ მიაქვს საჩუქრად. ძალიან მოსწონთ. ქართული ამბავია, ქართული პროდუქტია, ქართველი ქალების მიერ გაკეთებული გემოვნებიანი სამკაულია. არც ისე ძვირია, ხელმისაწვდომია და ამიტომ ძალიან ბევრს მოსწონს. წასაღებად სტუმარი რომაა ჩამოსული, აუცილებლად წააყოლებს ხელს. ბევრი ქართველის ყელზე შემიმჩნევია. ქართველი ქალებიც იკეთებენ ხშირად შინაურები და ამიტომ რაღაცა ბაღს მე მგონი რომ უხდება. სულ ვეუბნები ჩემს სტუდენტებს, მოსწავლეებს, რომ ბაღი არაა მარტო მცენარე. ბაღი აუცილებლად არის შეგროვებული ემოცია. ემოცია, რომელსაც ქმნის ბევრი წვრილმანი, რაც ესთეტიურად, გემოვნებით, განწყობით არის დაკავშირებული აქაურობასთან. ასეთი წვრილმანი ერთ-ერთია ამ ყველაფრისგან და ყველაფერთან დაკავშირებული და მიხარია რომ ეს ამბავი გამოგვივიდა. ანარჩენს ქალებმა მიხედონ ახლა თლად ჩემი საქმე ეს არა.